დილა მშვიდობისა. გაგიმარჯოს ჩემო ლამაზო. ეს გაგიმარჯოს რა იყო, რამე ახალია? რა არის, რა, მოგესალმე უბრალოდ, რა. არა, კი, ჩემო სიყვარულო, მომესალმე, მაგრამ ანუ მე აი ეს შემოვიდი, რომ დილა მშვიდობის, ანუ შენც ხო შეგეძლო რომ რაღაც ესეთი გეთქვა, ანუ ხო, მაგრამ ანუ გაგიმარჯოსში რა არის, ცუდი, ანუ ვერ ხვდები, გათენდა დილა, შემოხვედი რაღაცა ძვირფას როგორ ახარ გაგიმარჯოს რა, ანუ რა ცუდია რამე? ხო, კაი, ნუ არ გვინდა რაღაცა ეხლა უაზრად ხომ. ეხლა მიხარი ყავაგინა თუ ჩაი? არიცი? ანუ მე ვიცი, მაგრამ ერთხელ მაინც ხო შეგიძლია ცხოვრებაში მითხრა შენ რომელი გინდა, ანუ რთულს ვითხოვ რამე. კაი, მომისმინე არ გვინდა ეხლა დილიდან ჩხუბი, შენ ეტყობა უკვე რომ შენ რაღაცა ესა გაქვს, გადაწყვეტილი რომ რაღაცა იჩხუბო და შენებური გაქვს გახსნილი, არ გინდა იჯექი აქვს, მე თვითონ მოვიზადებ ყავასაც და ჩაისას და რაც მინდა ყველაფერს. ხო? არ გვინდა უბრალოდ ჩხუბი. კაი. ავისა რა მაგარია რა? დღეს კვირა დღეა. საქმე არაფერი გვაქვს, სამსახურში არ მივდივარ. კი, კარგია. გარეთ არაჩვეულებრივი ამინდია, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ სახლიდან ცხვირი არ უნდა გავყოთ, აი ესე უაზროდ უნდა ვიჯდეთ. და კვირა დღეს რო სახლში ვიყო, დაღლილ დაქანცულზე რო სახლში გავატარო კვირა დღე, არ შეიძლება? არა, კი, მაინც ხო ისე ხდება ყოველთვის, რა თქმა უნდა, როგორც შეიტყვი და ეხლაც ეგრე იქნება. უბრალოდ, ჩემო სიყვარულო, იცი რა მაინტერესებს, ანუ ბოლოს გახსოვს საერთოდ სად ვიყავით ერთად? აი, არ მინდა რომ ვიჩხუბოთ, მე ხვდი, აი, არ მინდა რომ ვიჩხუბოთ. ყოველ დღე ერთი და იგივე თემაზე, მით უმეტეს ერთი და იგივე თემაზე გვიწევს ყოველთვის ჩხუბი. და ძალიან გთხოვ, არ მინდა. მესმის, ხო, მესმის, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ყოველ დღე არ მინდა ვიჩხუბოთ, აი რაღაცა სადმე წასვლაზე და ჩაიზე. და ყოველ დღე ერთი და იგივე რაღაცაზე ჩხუბი, ანუ არ მოგბეზრდა შენ? შენ მოგბეზრდა? ხო. ხო. ანუ შენ მოგბეზრდა, ხო, ანუ მე იმდენად მოგბეზრდი, რომ ჩემთან ჩხუბიც აღარ გინდა უკვე. ხო, კაი, ჩახის. არა, მომისმინე შენ კი არ მომბეზრდი. მომბეზრდა უბრალოდ ერთი და იგივეზე რაღაცაზე ჩხუბი, ხვდები? ანუ ყოველ დღე მაგალითად იმაზე ჩხუბი, რომ აი სადმე წასვლაზე და იმაზე ჩაიზე. ხო, კაი, მართალი ხარ ისე, მეც რაღაცა ვერ ვარ ცოტა. აუ, მოვიფიქრე. მოდი ახლა ისეთ თემაზე ვისაუბროთ, აი რაზეც არ ვიჩხუბებთ რა. და რა არის ეგეთ თემა? აი მაგალითად ბავშვობა. ბავშვობა. მე ბავშვობაზე ვისაუბრებ. ბავშვობა, კაი. ბავშვობა. მაგარი. ძალიან მაგარია ბავშვობა, ყველაზე კაი პერიოდი. ძალიან ბევრი თავგადასავალი, გიჟობა, სოფელი, აუ ძალიან. აი მე ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა. ესეთი აი ლაღი მთელი დღე რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი, როცა მინდა მივდიოდი სახლში, როცა მინდა გამოვდიოდი, აი ძალიან ლაღი ვიყავი, ხვდები და რაღაცნაირად ვიყავი. შენ ეხლა ზუსტად ეგრე ხარ, ანუ შენთვის არაფერი არ შეცვლილა. ჩემთვის არ შეცვლილა არაფერი, შენ არ იცი როგორი ბავშვობა მქონდა. მე დღეს რო წელებზე ფეხს ვიდგამ და ყოველ დღე მუშაობ, კვირა დღეს გარდა, ბავშვობაში ეგრე არ ვიყავი. ბავშვობაში როგორ ვიყავი, იცი? რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და ჩემს საყვარელ თამაშს ფეხბურთს ვთამაშობდი ბოლო-ბოლო ყოველ დღე. და ეხლა რას აკეთებ ხოლმე საღამოობით? ანუ ესე რომ მოდიხარ სახლში 8 საათზე რო ჩართავ PlayStation-ს და სანამ მე არ გამოვთავ, მანამდე ფეხბურთს არ თამაშობ? არ ვიდა ბავშვობაზე ლაპარაკი. არც ჩაიზე და არც სადმე წასვლაზე. ხო, არა. და საერთოდ მე მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიჩხუბოთ. წიგნი წავიკითხოთ. აუ, ჩემი ტვინიკოს ახლა. ხო, აი ეგრე ჯობია, წიგნი წავიკითხო, შენ წაიკითხო, მე წავიკითხო, ხმას არ ამოვიღებ, არ ვიცი. კი, მართალი ხარ. რა წიგნი წავიკითხოთ? რა რომელიც გინდა? ხო, დაარჩი, აი რა რომელი წიგნი წავიკითხოთ მაგალითად. ხო, და მე ხო იდეა მოვიფიქრე. ხო. და ეხლა შენ შეავსე იდეა. მიხვდი, ანუ მომეხმარე რაღაცაში. ანუ რაღაცაში მოგეხმარ, ანუ მე არაფერს არ ვაკეთებ ჩვენი ურთიერთობისთვის? არა, უყურე მე ხო მოვიფიქრე რაღაც. აი, რომ რაღაცა პრობლემა გადავჭრათ, მიხვდი? და შენ მომეხმარე ეხლა. მომეხმარე, რომ ისე გამოვიდეს, რომ გამზადდეს უკვე. ვაიმე, პროსტ, აი ძალიან ნერვები მეშლება მართლა ოღონდ რა. იმდენად უსამართლოდ მეკწევი, რომ აი არ ვიცი, ერთი იდეა მოიფიქრა და გადამჭამს ეხა რა. კაი, არ გვინდა, არც წიგზე არ გვინდა საუბარი, არც წიგზე გვინდა, არც ჩაიზე, არც სადმე წასვლაზე არ გვინდა. არაფერზე. მოდი იცი რა ვქნათ? აი ესე ვიყოთ რა. შენთვის იყავი, მე ჩემთვის ვიქნები, კარგი? კი ბატონო. ბედნიერად, ხო, ჩემო სიყვარული. თუ გავჩუმდეთ ორი. საუკეთესო ვარიანტია. ყოჩახ. კარგია, ძალიან კარგი.
დაცაფირუზე ლურჯი ფერია. მესა როგორ თქვი ხა? დაცაფირუზე ლურჯი ფერია. არ არის ეგ. ანუ ცაფირუზე ლურჯი ფერი არა? არა. ცასფირუზე ლურჯი ფერი აქვს, აი ეგრე. ანუ ეხლა ერთი ასობგერის გამო გინდა რომ აი აქ ატეხო ერთი ამბავი. რა თქმა უნდა, ლექსში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ ასოს ხვები? ლექსის, ანუ შინაარსი ხო ერთ და იგივეა, შინაარსი სილამაზე რა არის ლექსის აბა? ხვდები, ან ნებისმიერ ასოს ცაფირუზე ლურჯი ფერი აქვს. შინაარსი რა შუაშია, მე გეუბნები რომ სიმართლე არის ცას ანუ ცაფირუზე კაი, აღარ გვინდა, არ შოუ ბიზნესი გვინდა, აღარც ჩაიზე გვინდა ლაპარაკი, აღარც ბავშვობაზე და აღარც ჭამაზე რა. ჭამაზე გამახსენდა ესე, ხო არ გვეჭამა რამე? რა მაგარი იდეა მართლა. თან იცი როგორ არის ჭამის დროს ხელი დაკავებული გაქვს, პირი დაკავებული გაქვს, რა თქმა უნდა არ ჩხუბობ, ხვდები? ჭამოთ რა. ძალიან ჭკვიანი ხარ, მოდი ახლა სპაგეტი გამოვიძახო თუ რამე მე მოვამზადო, კემრიელობა? რა, სულ ერთია, რომელიც გინდა? ანუ რომელიც გინდა რა პასუხია ვეძებდი.